კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. წმინდა სინოდი დღეს პატრიარქობის 3 კანდიდატს დაასახელებს, ხდომა 12 საათზეა ჩანიშნული. დღესვე გაირკვევა გაფართოებული კრების თარიღიც, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. წესდების თანახმად ქვეყნის 60 ქილო ეკლესიამ 152 პატრიარქი 16 მაისამდე უნდა აირჩიოს. სამებაში გაფართოებული ხდომის ფარგლებში 2000 ადამიანი შეიკრიბება, თუმცა ხმის მიცემის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ექნებათ. პატრიარქის მიტრას დაიდგამს ის, ვინც სინოდის მიერ გამორჩეული 3 კანდიდატიდან სინოდის წევრების ხმების უმრავლესობას, ანუ მინიმუმ 20 ხმას მოიპოვებს. თუ გაფართოებულ კრებაზე ხმათა საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ხმათა უმრავლესობის მქონე 2 კანდიდატი მიიღებს. საპატრიარქო კანდიდატებს შეარჩევენ ფარული კენჭისყრით, ყველა მღვდელმთავარს შეუძლია ხმა მისცეს იმ კანდიდატს, იმ მღვდელმთავარს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში მითითებულ კრიტერიუმებს. ასევე ამ ხდომაზე ჩანიშნავენ გაფართოებული კრების თარიღს. პარლამენტის სესიაზე დღეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების ინიციატივაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ. თანამდებობას ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარეძე დაიკავებს. მისი მთავარი უფლებამოსილება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა იქნება. მდინარეძე ასევე უზრუნველყოფს მთავრობის კოორდინაციას სასამართლოსთან, გენერალურ პროკურატურასთან და აუდიტის სამსახურთან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ინიციატივა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მთავრობის ადეკვატური პასუხია და მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს. საკმაოდ სერიოზული ფინანსური რესურსები არის ჩადებული იმაში, რომ აქ საქართველოში დაძაბულობის და დაპირისპირებების პლატფორმები შექმნან. როდესაც ზოგადად მსოფლიოს აწუხებს მთელი რიგი საკითხები, საჭიროა ამ სტრუქტურების მეტი კოორდინაცია. სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ ეს ყველაფერი დაევალოს მამუკას. ამის გამოცდილებითაც ყველა გამოწვევა, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, ამ გამოწვევებს უსაფრთხოების კუთხით ჭირდება ადეკვატური რეაგირება და ის კოორდინაცია, რომელსაც ბატონი მამუკა მდინარეძე ამ თანამდებობიდან გაუწევს, სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან, ის ასევე ვიცე-პრემიერიც იქნება, როგორც მოგეხსენებათ, ბუნებრივია, რომ ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის ეფექტურობას გაზრდის ერთიორად. ამის გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს. მათ შორის იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც სხვადასხვა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების მაკოორდინირებელი ორგანო არსებობს და მაგალითად ქალბატონი ტულსი გაბარდი სწორედ ასეთი ორგანოს ხელმძღვანელი გახლავთ. ასე რომ ეს არ არის რაღაც არაორდინარული გადაწყვეტილება, ეს არის სწორედ საჭიროებებიდან და გამოწვევების, ასე ვთქვათ, უკეთ ეფექტურად მართვისათვის გაკეთებული და მიღებული გადაწყვეტილება. მმართველ გუნდში მამუკა მდინარეძის სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დანიშნვის ირგვლივ ოპოზიციის მიერ აგორებულ კამპანიასაც უპასუხეს. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, ეს ხელოვნური აჟიოტაჟი ოპონენტებმა იმიტომ წამოიწვეს, რომ იციან თუ რა გავლენის ფიგურა დაუბრუნდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. ამასთან ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ სამართალდამცავი უწყებების პროდუქტიული მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც მათ მამუკა მდინარეძე გაუწევს კოორდინაციას. პარლამენტში შემოტანილ კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუს, შსს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ასევე მისი კომპეტენციაა კოორდინაცია კომუნიკაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლო ხელისუფლებასთან. ნაცებმა და მისმა სატელიტებმა მდინარეძე დააქვეითეს, ცალკე აპარატი არ აქვსო. როდესაც ბატონი მამუკა ირჩეოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, გახსოვთ რიტორიკა, რა რიტორიკა იყო. იყო ზუსტად ერთი და იგივე რიტორიკა და შემდეგ ეხლა წავიდნენ ამ მეორე წრეზე ამ რიტორიკის, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და მრავლის მეტყველი, ეს მათზე მეტყველებს, თუ როგორ ანერვიულებთ და აღელვებთ მისი წონა, პოლიტიკური წონა და როგორ აღელვებთ, რომ ამ წონის და ამ გამოცდილების ადამიანი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის ფუნქციით ბრუნდება პოლიტიკაში. ძალიან კარგად მესმის, კიდევ უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი მათი მხრიდან, იმიტომ რომ იციან
რას ნიშნავს მისი პოლიტიკური გამოცდილება და ჩვენი გუნდის პოზიცია კიდევ ერთხელ კაფეოდ გამოვხატო, რომ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ ყველანი, რომ ბატონი მამუკა რეალურად დაუბრუნდება პოლიტიკას და იმ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც 8 თვის წინ, რომელსაც ის გამოაკვდა. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო მთელი გუნდის სახელით იმ გაწეული კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გეკა გელაძის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. დღესვე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე გელაძის მოსმენა იგეგმება. სუსის მომავალი ხელმძღვანელი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 11 თვის განმავლობაში იკავებდა, კანონმდებლებს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს გააცნობს. რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს 6 წლის ვადით აირჩევს. ავირჩევთ სუსის უფროსის თანამდებობაზე, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე ბატონ გეკა გელაძეს. მისთვის ეს სამსახური არ ახალია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ის უკვე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას უსაფრთხოების სამსახურში. შემდეგ თელმა ქვეყანამ ძალიან კარგად ვნახეთ მისი საქმიანობა უკვე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე და ასევე ვნახეთ მისი ძალისხმევა და შედეგები, ასაც ნიშნავს ასევე თვისებრივად ახალ დონეზე გადაყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის. გეკა გელაძე იყო მინისტრი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმი გვაჩვენა, მათ შორის ძალიან ეფექტიანი იყო ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში და ყველა სხვა მიმართულებით, მათ შორის იმ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მაღალი სტანდარტებით მართვაში, რაც ვიცით რომ პარლამენტის წინ ხდებოდა. სისტემა, რომელიც მამუკა მდინარაძემ სათანადოდ გამართა და ააწყო გელაძის ხელმძღვანელობისას, რა თქმა უნდა, გააგრძელებს იმ წარმატებით დაწყებულ ინიციატივებს და პოლიტიკას, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა. მისი მინისტრობის განმავლობაში უამრავი მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ძალიან ეფექტური. საზოგადოება პრაქტიკულად ონლაინ რეჟიმში აკვირდებოდა ყველა იმ წარმატებულ ოპერაციას, რომელსაც შსს ახორციელებდა ნარკოდანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის და სხვა დანაშაულების მიმართულებით და ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა რწმენა, რომ ბატონი გეკა ამ წარმატებულ საქმიანობას გააგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს აჭარის უმაღლესი საბჭო დღეს უყრის, სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული. კენჭისყრამდე საკანონმდებლო ორგანოს წევრები ზურაბ პატარაძისგან სამოქმედო გეგმას მოისმენენ. დღეს უმაღლესი საბჭო აჭარის მინისტრთა კაბინეტსაც დაამტკიცებს, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მინისტრების ცვლილება არ იგეგმება. რა მიზანს ემსახურებოდა დიპლომატის მუქარა სამოქალაქო ომითა და სიღარიბით კითხვა, რომელზეც პასუხს საზოგადოება ევროკავშირის ელჩისგან ელოდა, პასუხგაუცემელი დარჩა. პაվել ჰერჩინსკის საზოგადოებისთვის ბოდიში არც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მოუხდია. მმართველ გუნდში სამწუხაროს უწოდებენ ფაქტს, როდესაც ბიუროკრატიის ვიწრო პოლიტიკურ ხედვებს დღეს ევროკავშირის იდეა ეწიდება. ისინი გაცდნენ ყველანაირ მორალურ ჩარჩოებს თავის მასპინძელ ქვეყანაში აღიზიანებთ და სწორედ ამაზე მწარდებიან პირდაპირ მნიშვნელობით, რომ სწორედ რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ თუ რეალურად ვინ არიან, რა ძალას წარმოადგენენ. არც ჰერჩინსკი და არც სხვა სახელი და გვარები დიპლომატიური წარმომისის ჩვენ პირადული მათთან არაფერი არ გვაქვს. ისინი არიან უბრალოდ გამხმოვანებლები იმ დავალების და იმ მესეჯბოქსების, რომელიც მოსდით მათ. ჩვენი მხრიდან იყო კარგად და სათანადოდ განმარტებული თუ რამხელა ნეგატიური გავლენა ჰქონდა თავად ელჩისთვის და იმ ხარისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს და როდესაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენას, დარეგულირებას და საუკეთესო გზით წარმართვას უნდა ემსახურებოდეს შენი საქმიანობა და ამ დროს გამოდიხარ და ქართულ ხალხს პირდები, რომ არეულობა და სიღატაკე დაისადგურებს, არ მგონია რომ რაიმე ახსნა ქონდა ამას. ვიწრო პოლიტიკური ხედვებს ეწირება ევროკავშირის და ევროპის იდეა და ეს კიდევ ერთხელ საზოგადოებაში ბადებს აი ამ გარკვეული ნიჰილიზმისა და უნდობლობის განწყობას ევროკავშირთან დაკავშირებით. ამიტომ მათ ერთი რამე უნდა იცოდნენ, როცა ესეთ ნაბიჯებს დგავენ,
ხელისუფლება და პოლიტიკური პარტია რა თქმა უნდა პასუხს გასცემს მათ. და სწორედ ამაში არის საქმე, რომ არ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც სწორედ აი ამ პასუხის გაცემის აუცილებლობას დააყენებს. ევრაზია დეილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც ევროკავშირის მიერ სუვერენული ქვეყნების არჩევნებში ჩარევასა და სოციალურ პლატფორმებზე ბრიუსელის მხრიდან მიუღებელი კონტენტის შეზღუდვაზეა საუბარი, პოლიტიკური შეფასებების თემად რჩება. სახელისუფლებო გუნდს ანგარიში მოყვანილი ინფორმაცია არ უკვირს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მსგავსი მავნე პრაქტიკა ევროკავშირის მხრიდან საქართველოშიც ხორციელდებოდა და ერთ-ერთი ნათელი მაგალითი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. შეფასებები ობიექტურია, რეალობას აღწერს, რაც მოხდა ჩვენ თვალწინ, არც ევროპაში არ უარყოფენ იმას, რომ ძალისხმევა იყო ძალიან სერიოზული, მობილიზებული იმისათვის, რათა იმ კანდიდატს არ გაემარჯვა, რომელიც ბრიუსელისთვის იყო მიუღებელი. არაჯანსაღი პროცესებია, აშკარად თვითონ ევროპელებიც აღიარებენ. ანგარიში ნაჩვენებია თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მაგალითი, თუმცა ვიცით, რომ საქართველოში არც ერთი არჩევნებს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არ ჩაუვლია, რომ ასეთი უხეში ჩარევა არ ყოფილიყო. განსაკუთრებით საყურადღებო არის ცენზურასთან დაკავშირებული საკითხები ამ ანგარიში და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო და უფრო აქტიურად ისმის განგაში იმ ცენზურასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირში არის. სანამ ამ ყველაფერს შეერთებული შტატებიდან მოვისმენდით, ჩვენ პრაქტიკულად საკუთარ თვალით ხედავდით ამას, რა ხდებოდა საქართველოში, როგორც ცდილობდნენ საქართველოში ქუჩებში მოსიარულე უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნები ევროკავშირიდან ზემოქმედება მოეხდინათ ჩვენ საზოგადოებაზე და პრაქტიკულად ზეწოლის ქვეშ აეძულებინათ ის გადაწყვეტილებები მიეღოთ, რაც არ სურთ. ქართველებს არ სურს ქართულ ხალხს. იმ ბიუროკრატიისთვის არარჩეული ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ევროკავშირს მართავენ, ეროვნული ძალები დაკომპლექტებული ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებში არის აბსოლუტურად მიუღებელი. თბილისი ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს ღონისძიებაში ევროპის 14 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციის მთავარი თემაა თანამედროვე ეკონომიკაში დიზაინის როლი და მისი მნიშვნელობა. მონაწილეები განიხილავენ დიზაინის სამართლებრივ საკითხებს, საერთაშორისო რეგისტრაციის სისტემებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც დიზაინს ეკონომიკური განვითარების კუთხით გააჩნია. კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც თანამედროვე ბრენდები, ისე ტრადიციული ქართული სამოსი. ნებისმიერი პროდუქტისთვის იქნება ის მაგალითად ავტომობილის სამოსი ან ნებისმიერი სხვა რამე ძალიან მნიშვნელოვანია მისი ვიზუალური მხარე. შესაბამისად ინვესტორები ძალიან დიდ ხარჯს ეწევიან ხოლმე ამ ვიზუალის შექმნისთვის და ბუნებრივია შემდგომ სურთ რომ დაიცვან თავიანთი ვიზუალი როგორც დიზაინი. დღეს ჩვენ ვშელობთ თანამედროვე სამყაროში დიზაინის დაცვის გზებზე, მის მნიშვნელობაზე და ასევე ელრიადის ხელშეკრულების მიერ გათვალისწინებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აადვილებს და ქმნის საერთაშორისო სტანდარტებს მთელ მსოფლიოში. უმნიშვნელოვანესია კრეატიული ინდუსტრიების როლი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის და ზოგადად განვითარების, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად განვითარების კუთხით. კულტურა არის ეკონომიკის მძლავრი შემადგენელი ნაწილი და ვფიქრობ, რომ დიზაინიც ამის ნაწილია. ჩვენი ქვეყანა როგორც სხვა კუთხით, ისე კრეატიული ინდუსტრიების და ზოგადად დიზაინის და სხვა კულტურული ინდუსტრიების განვითარების კუთხითაც იქნება რეგიონის მთავარი ცენტრი, მე ვფიქრობ, რომ ჰაბი. დიზაინი გახლავთ ინტელექტუალური საკუთრების ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი როგორც კომპანიებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ რაიდის ხელშეკრულების სამრეწველო დიზაინის პრაქტიკული თეორიული ელემენტები და ასპექტები გადმოვიტანოთ პრაქტიკაში. ძალიან დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებთ საკპატენტის ამ ღონისძიებაში. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იქნება. ბრაკონიერობის ფაქტი მარნეულში კანონდარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს. მოქალაქეებმა მდინარე ხრამზე ელექტროიარაღის გამოყენებით 11 კილოგრამი ხრამულის სახეობის თევზი უკანონოდ მოიპოვეს, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამიტომ მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიქცევნა. ქვემო ქართლში ისევე როგორც ყველა რეგიონში ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სამართალდაღოვების პრევენციის გამოვლენების აღკვეთის მიზნით რეგიონული სამართლის თანამშრომლები სამოქმედო ტერიტორიაზე უწყოთ კონტროლს ვახდენთ. მოუწოდე მოქალაქეებს დაიცვან კანონი, რადგან დეპარტამენტი თითოეულ სამართალდაღოვების ფაქტზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
რუსთავში გზის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე იწყება თოდრია მარჯანიშვილის ქუჩების კვეთიდან სანაპიროს ქუჩამდე სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო. იგეგმება წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციაც. პარალელურად რუსთავის მერია ქალაქში საპარკინგო ზონების მოწყობას და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგებას გეგმავს. ამ ეტაპზე სამუშაოები ქალაქის 4 სხვადასხვა უბანში ერთდროულად მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არის დღეს რუსთავში ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც მასშტაბური პროექტების განხორციელებით პასუხობ. დღეს მიმდინარეობს რამდენიმე ქუჩაზე სისტემური მოწესრიგება, როგორც საავტომობილო გზის, ასევე საფეხმავლო და მწვანე სივრცეების განვითარება ხდება. ვაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ როგორც ცენტრალური ქუჩები, ასევე შიდა საუბნო სივრცეები იყოს მოწესრიგებული. ასეთი იყო ახალი ამბები პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გაგრძელებს.